როგორ უნდა ამოვიცნოთ წამალი და რომელი წარწერაა კოლოფზე წამლის საერთაშორისო ფარმაცევტული დასახელება. ნებისმიერი წამლის მოქმედება განისაზღვრება წამლის აქტიური ნივთიერებით. ამ ნივთიერების დასახელებას წამლის გენერიკული დასახელება ეწოდება. მთელ მსოფლიოში გენერიკული დასახელებით ხდება სხვადასხვა წამლის ერთმანეთისგან გარჩევა. მედიკამენტების შეფუთვაზე დატანილია ორი დასახელება. მთავარი და აუცილებელი გენერიკული საერთაშორისო დასახელება, რომელიც წამლის ფარმაცევტული ნივთიერების სახელია. გენერიკული დასახელება კოლოფზე უფრო პატარა შრიფტით არის წარმოდგენილი. ამ მედიკამენტის შემთხვევაში გენერიკული დასახელება არის აზიტრომიცინი. ეს დასახელება აუცილებელია, ვინაიდან მის გარეშე წამალი ამოუცნობადია და წამლის გამოწერისას რეცეპტზე ის აუცილებლად უნდა იყოს მითითებული. შეფუთვაზე მეორე დასახელება არის სავაჭრო დასახელება, რომელიც მეორე ხარისხოვანია და არ არის აუცილებელი. ის მწარმოებელი კომპანიის მიერ მინიჭებული საკუთარი კომერციული სახელია და კოლოფზე უფრო დიდი შრიფტით არის წარმოდგენილი. ამ სავაჭრო სახელით მწარმოებელი თავის ნაწარმს გამოარჩევს სხვა მწარმოებლის იგივე წამლისგან. ამ მედიკამენტის სავაჭრო დასახელება არის ლეგარი. ამ დასახელებით წამლის ამოცნობა შეუძლებელია, რადგან ეს სახელი მხოლოდ მწარმოებლის საკუთრებაა. ამიტომაც წამლის ამოსაცნობად სავაჭრო სახელს აუცილებლად თან ახლავს კოლოფზე ქვემოთ პატარა შრიფტით წარმოდგენილი სავალდებულო გენერიკული დასახელება აზიტრომიცინი. წამალი აზიტრომიცინი სხვადასხვა სავაჭრო დასახელებებით გამოდის. მაგალითად, ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება არის აზიტრომიცინი, ხოლო სავაჭრო დასახელება სუმამედი. ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება არის აზიტრომიცინი, ხოლო სავაჭრო სახელწოდება აზიბიოტი. შემდეგი მედიკამენტის აქტიური ნივთიერება აზიტრომიცინია, სავაჭრო დასახელება სტრომაგი. ასევე ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება არის აზიტრომიცინი, სავაჭრო დასახელება აზიმაგი. და ამ მედიკამენტის აქტიური ნივთიერება არის აზიტრომიცინი, ხოლო სავაჭრო დასახელება ზირომინი. გარდა კომერციული დასახელებისა, ეს მედიკამენტები ფასითაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. თითოეულ შეფუთვაში არის 3 ტაბლეტი. მაგალითად, ლეგარის ფასი არის 10 ლარი და 20 თეთრი. სუმამედის 3 ტაბლეტის ფასი არის 12 ლარი და 70 თეთრი. აზიბიოტი 15 ლარი და 98 თეთრი. აზიმაკის ფასი არის 15 ლარი და 32 თეთრი. სტრომაგი შეგიძლიათ შეიძინოთ 25 ლარად. ხოლო ზირომინის შეძენა შეგიძლიათ 17 ლარად და 32 თეთრად.